მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 16 საათზე მე ნინო სალუქაძე ვარ. ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ ბეთლემის მშენებლობა საფუძველი ჩაეყარა. პროექტი მიზნად ისახავს უფროსი თაობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერას და ბავშვებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებსა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის პრინციპს. შენობა, რომელიც გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე შენდება, 11500 კვადრატულ მეტრი ფართობის იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 150 ადგილიანი თავშესაფარი, სადაც 24 საათიანი მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. ასე ბენეფიციარზე გათვლილი დღის ცენტრი, 150 ახსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, მათ შორის ინკლუზიური სწავლების ჯგუფებით. ცენტრის მშენებლობას სამშენებლო კომპანია გუმბათი განახორციელებს. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას პრემიერ-მინისტრი, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წევრები, ასევე საპატრიარქო წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტ საქველმოქმედო საგანმანათლებლო ცენტრ ბეთლემს, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა სკოლამდელთა ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა განეხორციელებინა ეს პროექტი და დღეს ჩვენ ამ პროექტს უძღვნით მის ხსოვნას. ჩვენი ეპარქია დღენიად გზრუნავდა მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებზე, რომელიც სამწუხაროდ დღემდე მოწყვლად ფენად რჩება. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს ერთადერთი სახლია არსებული, სადაც უანგაროდ ემსახურებიან ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს. ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით გვიხდება ამ ადამიანებზე ზრუნვა და დღევანდელი ეს საღვთო საშვილიშვილო პროექტი ამით არის განპირობებული. ეს არის, როგორც ვახსენი, უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც იქნება ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი. აქვე იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ცალკე იქნება ინკლუზიური სწავლების ჯგუფი, ასევე დღის ცენტრი იქნება ხანდაზმულთათვის. ყველა ხედავთ, რომ ეს არის ძალიან განსაკუთრებული ზრუნვით შექმნილი პროექტი და ასევე ხაზგასასმელია ის, რომ ეს პროექტი ხორციელდება და მას საფუძველი ეყრება ორი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ილია მეორის და შიო მესამის ლოცვა კურთხევით, რაც თავისთავად უგენიშნავს იმას, რომ ეს წამოწყება იქნება ძალიან წარმატებული და ის ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ბათუმს, ბათუმელებს, ასევე მთლიანად რეგიონისთვის არის ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მადლობა გადავახადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ იდეის მომზადებაში და მის ხორციელში. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, კომპანია გუმბათს, რომელიც ააშენებს ამ ცენტრს და როგორც მე ვფერმბრძანა, ეს არის ძალიან კარგი ნიმუში იმისა, თუ როგორი იდეები შეიძლება ჩამოყალიბდეს და როგორი იდეები შეიძლება შეესხოს ხორცი მთავრობის, ეკლესიის და ბიზნესის თანამშრომლობით. და განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ეკუთვნის მეუფე დიმიტრის, რომელიც არის ამ პროექტის თავარი სულის ჩამდგმელი, ამ ცენტრის თავარი სულის ჩამდგმელი და მას მინდა მადლობა გადავუხადო არა მხოლოდ ამ იდეისთვის, არა მხოლოდ ამ ცენტრისთვის, რომელიც აშენდება ბათუმში, არამედ მე მინდა მას პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მრავალი ათეული წლის მანძილზე ისი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული ღვაწლისთვის სამშობლოს წინაშე, ამ რეგიონის წინაშე, ბათუმის წინაშე, აჭარის წინაშე. ნამდვილად ის დიდი სიკეთეები, რომელიც განკუთვნილი იქნება 350-მდე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 150, როგორც ძანეთ მეუფე სტაციონარში იქნება უფროსი თაობის წარმომადგენლები, 100-მდე იქნება დღის ცენტრში, ასევე საბავშვო ბაღში 150-მდე ახსარდელი ისწავლის საბავშვო ბაღში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებსაც ექნება შესაძლებლობა აქ ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი სერვისები, იყოს კარგი გარემო, იყოს სრულად ადაპტირებული ეს ცენტრი
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა სულისკვეთება, რა თქმა უნდა პატრიოტიზმი, სიყვარული, ქადაგება, მე უფრო განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დიდი შრომისთვის, დიდი სიყვარულისთვის და არაერთი თაობა აღიზარდა თქვენი ლოცვა-კურთხევით, თქვენი უშუალო ჩართულობით და ეს არის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ქართველი ხალხის უპატივცემულობა და დემოკრატიის უგულებელყოფას პასუხობენ ქართულ ოცნებაში ევროკომისარ კაია კალასის განცხადებას, სადაც მან ქართველი ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯდა. ევროკომისარი ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართულ ხალხს, თუმცა ბრიუსელს ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობის მხარდაჭერა არ სურს. საქართველოს მიმართ ბრიუსელის მაღალჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულებების უკან სახელისუფლებო გუნდის შეფასებით კონკრეტული ძალებით განან, რომელთა დაკვეთასაც ევრობიუროკრატები ასრულებენ. კალასის თავდასხმას საქართველოზე ერთიან ნეიტრალურ საქართველოშიც აკრიტიკებენ, პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ ევრობიუროკრატების დესტაბილიზაციის გეგმები ჩავარდა, ახლა კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ. შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი, რომელსაც რუმინეთი და ბულგარეთი ერთად უხელმძღვანელებენ, ხელს შეუწყობს საზღვაო ვითარების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის დაცვას. ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ ამბიციური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების პროგრამა, რომლის ღირებულებაც მილიარდობით ევროს შეადგენს. განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველო უზრუნველყოფს 7 ქვეყნისთვის კავშირს შავ ზღვასთან, ანუ რამხელა აბსურდში არიან შესული, თავადაც შეგიძლიათ განსაჩვენოთ. და მეორე მხრივ ისინი საუბრობენ ქართულ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართულმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, ხო, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლება მიიღო 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის ხარდამჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ ხარდაჭერას ქართველი ხალხისგან. ასე დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ხო, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა სუვერენიტეტს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ, ახლა ხედავთ, რომ ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე მე წარმოუდგენლად მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ ქართულ სახელმწიფოსთან, ქართულ ხალხთან მიმართებით, არანაირი საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მუქარები, შანტაჟი, მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არ გაუკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი დიალოგი გავმართოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვედით ინიციატივით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მკეთილი უნდა ინებოს და პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. არავინ, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი. ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზნებს საქართველოსთან მიმართებაში. ახალი რუკა აქვთ, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ, რომ იმოქმედონ და ასეთ აბსურდამდე მიდის, რომ როდესაც საუბარი არის შავი ზღვის სტრატეგიაზე, შავი ზღვის პოლიტიკაზე, დაკავშირებადობაზე, სადაც საქართველოს აქვს საკვანძო როლი და მნიშვნელობა და შეუძლებელია უბრალოდ საქართველოს გამორიცხვა აი ამ მარშრუტიდან და შავი ზღვის სტრატეგიიდან, ისინი აი ამ საკუთარი ბრაზიდან და სასოწარკვეთიდან გამომდინარე უბრალოდ არ ახსენებენ საქართველოს. სინამდვილეში კი რა თქმა უნდა ვერც დაკავშირებადობის კუთხით გზა ვერაული საქართველოს და შავ ზღვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებისას საქართველოს გარეშე ამას ვერ განახორციელებ. კაია კალასი აცლენილი არის საერთოდ პოლიტიკურ აზროვნებას, ამის თაობაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბრობენ თვითონ ევროპული ლიდერები და გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსები და ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის აკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კაია კალასის თავდასხმას საქართველოზე მემარცხენე ალიანსში ეხმაურებიან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ღია წერილით მიმართავენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ კალასი ევროკავშირის წესდების დებულების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, დიპლომატიური ეტიკეტის და პოლიტიკოსის მორალურ ზნეობრივ საზღვრებს არღვევს. მემარცხენე ალიანსში ხაზს უსვამენ, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით დასავლეთ საქართველო ისევ სჭირდება, როგორც საქართველოს დასავლეთი.
თქვენ იცით რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. თქვენ იცით რომ აბსოლუტურად ყურებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთო საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო ვილსონის ინიციატივა, რომელიც დაამტკიცა ასამბლეის სხდომაზე. საერთოდ განხილვასაც კი არ აქვს აზრი ამ დოკუმენტის გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად სიცრუით არის საწილისწამებით გაჯერებული ეს რეზოლუცია. შესაბამისად, ერთ-ერთი ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ სამწუხაროდ ეუთოც აღმოჩნდა ჩართული კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართულ ხალხზე თავდასხმა, რომლის მიზანია ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი მიდგომა და ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც არის ეუთო, ხო? რომელსაც ვანდობდით არჩევნების დაკვირვებას და ჩვენ ახლა მიჩვეულები ვიყავით ევრო პარლამენტარების მხრიდან მიღებულ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ამ ეუთოს რეზოლუციის შინაარსაც თუ ნახავთ, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ სიცრუეზე და ცილისწამებაზეა ყველაფერი დაფუძნებული და მას არანაირი ფასი არ აქვს. უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნებზე იწვევ, რომ არჩევნები შეგიფასოს, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს. რა სანდოობა უნდა კონდეს ეუთოს ამის შემდეგ? ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია იმისთვის, რომ შენ არჩევნებს დააკვირდეს? ზოგადად ჩვენ რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე იყო შექმნილი სწორედ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რომელიც მახსენებს ქართულ ფრაზას, რომ უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონեն. ზუსტად ეს სიტუაციაა, როდესაც ფუნქცია დაკარგული ორგანიზაციები დღეს მიედმოეთ აკეთებენ ყველაფერს გარდა იმისა, რაც არის მათი ფუნქცია. სამწუხაროდ ეს არაფორმალური გავლენების გავლენა ამ ორგანიზაციებში დღეს ღრმად იგრძნობა და ჩვენ ხედავთ რეალურად იმ აბსოლუტურად არაპრაგმატულ და ცილისწამებულ განცხადებებს თუ რეზოლუციებს, რასაც ზოგიერთი მათგანი იღებს ხოლმე. მე არ მაქვს იმისი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული რეაქცია და რეაგირება იქნება ამ ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა ერთი აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, თუ კი ვინმეს ან რამეს აზიანებს, ეს არ არის საქართველო, ეს არის თავადვე ეს ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილებებით, ასეთი რეზოლუციებით თავადვე საკუთარ თავს ანგრევენ შიგნიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება უკვე მისცეს ბატო შაქარაშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. ამ წუთებში კი ლევან ნიკოლაიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში შეტანილი განცხადების ავტორები ამბობენ, რომ საქმეში დევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მამხილებელი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის საჯაროდ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ცნობისთვის საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით ბრალი წარდგენილი აქვს მიხელ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, სურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია აგენტურული ქსელი და თავისთავად მათი დაცვის მხარე. დაცვის მხარე არის თვითონ მხარე, იმიტომ რომ მაგალითად ეხა ლევან სამუშია, რომელიც არის პარტია ლელოს წარმომადგენელი, ასევე არის ხაზარაძის ინტერესების დამცველი. რა თქმა უნდა, ეს არის მხარე და კიდევ ერთხელ დღევანდელ სხდომაზე, გამოკითხვაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული, რომელიც არის დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ მხარეს, დაცვის მხარეს არანაირი მტკიცებულება, არანაირი საქმესთან შემხებლობაში ყოფი კითხვა არ დასმულა, არც ერთ კითხვას არ ქონდა შემხებლობა საქმესთან. იყო ძიება ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ და კვლევა. სხვა არაფერი არ ყოფილა. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. ეგრეთ წოდებული ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები, დაფინანსების წყაროები. ადვოკატების ჰქონდათ კითხვები და ყველა კითხვას ადვოკატებისას გაეცა ესე იგი სრულყოფილი პასუხი ჩვენი მხრიდან.
ძირითადი კითხვები არის ის თუ საიდან ქონდა ჩვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოყვა შემდეგ უკვე კონკრეტული ქმედება. არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ეს განცხადებები შემდეგ გადაიზარდა ქმედებაში, რომელი ქმედებების ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც და შემსწრე იყო მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა. დაშავდა უამრავი მოქალაქე და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი და მიადგა სახელმწიფოს ძალიან დიდი როგორც მატერიალური, ასევე მორალური და პოლიტიკური ზიანი. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით იყვნენ დაკავებული მაშინაც, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში არიან დაკავებული საბოტაჟით საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას ისინი აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. საბოტაჟი პოლიტიკური თვალსაზრისით არის სრულიად ცხადი. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ბუნებრივია ამ ფაქტებს სამართლებრივ შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ და შესაბამისად დავალოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ტელეკომპანია ფორმულამ გოგა ხაინდრავასთან სამოქალაქო დავა წააგო. არხს ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა დაევალა, რომელიც რეჟისორის მიმართ პატივის და ღირსების შემლახავ ცირის წამება შეიცავდა. ფორმულას ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება და გოგა ხაინდრავას სასარგებლოდ 10,000 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. რეჟისორი ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც გავრცელდა სიცრუე თითქოს კინორეჟისორი საქართველოში 2,000 უცხოელი შემოყვანაში მონაწილეობდა, რის სანაცვლოდ თითქოს 4 მილიონი დოლარი მიიღო. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ სტრასბურგის პერსპექტივითაც და ვფიქრობ, რომ დავალოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ შევაფასებთ, თუმცა ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებას. სრულად დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი, სიცრუე წილისწამება, ბოროტი წილისწამება, რომელიც გავრცელებული იყო, მთლიანად იყო უარყოფილი. ბუნებრივია, რომ ეს საქმე გაცდა სამოქალაქო პროცესს, იმიტომ რომ იქ სადაც დამნაშავეებად არის გამოყვანილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, იქ ლაპარაკი სამოქალაქო პროცესი არ შეიძლება. ამან განაპირობა, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე ვფიქრობ, რომ ეს განაჩენი კიდე ერთხელ ასე ვთქვათ განამტკიცებს იმის სისწორეს და ყველა ეს დამნაშავე უნდა დაიშალოს. ეს თანხა, რომელიც გამოყვეს, ამ თანხას ჩავდებ ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედია ტერორიზმგან დაიცავს მოქალაქეებს. ღვთამის აღების ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 9 რეგიონში მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს. 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი. საქმეში დევს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმე თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფოს ჯამში 669,497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამსისხლის სამართლის საქმეზე 7 პირს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება სხვადასხვა დროს დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 91,564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს
რის შედეგადაც სახელმწიფოს ჯამში 397.804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ქრთამისაღების ფაქტებთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის სამსაქმეზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ეგრეთ წოდებული დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. სამსისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 196 მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 322 მუხლის პირველი ნაწილით, 328 მუხლის პირველი ნაწილით, 341 მუხლით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე აღნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტებისა და ისტორიების დამზადება გასაღების ფაქტზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს 3 მოქალაქე სხვა მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ფულის სანაცვლოდ შექმნილი არარსებული ისტორიები თითქოს მათ საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სამართალდამცავების მხრიდან დებნიდნენ, ამერიკაში თავშესაფარს უპრობლემოდ მიიღებდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 500-მდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები. დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკანონო საქმიანობით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრის მიმართ, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფდა საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. აღნიშნული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საგამოძიებო უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ოპერატიული სამუშაოების შედეგად სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებსა და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღუდგათ. აღდგა ელექტროენერგიაც. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კავკასიონის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეფერხებულია. წყალმომარაგების გარეშე რჩება ვარდის უბნის მოსახლეობა, თუმცა ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან. ქალაქის მასშტაბით გადაადგილება შესაძლებელია შეზღუდვა მოქმედებს ვარდოშვილის ქუჩაზე, რომელიც სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე გაიხსნება. ქვაღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, პარალელურად კი თელავის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მძიმე ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს. მუშაობს მძიმე ტექნიკა, ფაქტობრივად მიმდინარეობს სადღეღამისო რეჟიმში მუშაობა. რამდენიმე სოფელში კალაპოტი გაარღვია ხევებმა, სავარგულებია დატბორილი. ვცდილობთ, რომ ყველანაირად ყველა ლოკაციაზე მივიდეთ. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია რაიონის მასშტაბით. გვაქვს
ინდივიდუალური დაზიანებები, რომელზეც ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმშია გადართული ამ მიმართულებით. რაც შეეხება კავკასიონის ქუჩას, მძიმე ტექნიკის გადაადგილების დროს გვიწევს უსაფრთხოების მიზნით ερμომარაგების შეწყვეტა და რა თქმა უნდა მათ სამუშაოს დასრულების შემდეგ ძალმა მიეწოდება მოსახლეობის. მადლობა მინდა უთხრა თვითონ იმ ადამიანს, რომლებიც აქ მუშაობდნენ როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე მოხალისეებად ნიშნებით. ახლა რომ ამოვედი, მართლა ძალიან დიდი შედეგია და გუშინვე იყო ძალიან დიდი შედეგი და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე გაიწმინდება ჩვენი ქალაქი. ხალხორღით ივსებოდა აქაურობა, ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და რა ვიცი, კმაყოფილები ვართ, დროულად გაიხსნა გზა. ყველა უწყებას, რომელიც თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, პრემიერ-მინისტრი კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობას უხდის. სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური. ირაკლი კობახნიძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მომავალში მსგავსი შემთხვევების გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადაუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. რაც თავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გააკეთეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები. ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა. გლდანის რაიონში ნომერ მე-14 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. საძირკველში სიმბოლური კაფსულა დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან და თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან ერთად ჩადო. პროექტის მიხედვით ახალი ბაღი 8 ჯგუფიანი იქნება და 250-მდე ახსაზრდელს მოემსახურება. ბაგაბაღის ტერიტორიაზე თანამედროვე ევროპული სტანდარტების შენობა აშენდება და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტით. კახაკალაძეს გურამ ოქროპირიძემ მშენებლობის დეტალები გააცნო, ასევე წარუდგინა ძველი ბაგაბაღის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა. ბაგაბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია 2020 წლის შემდეგ ბაღი ალტერნატიულ ფარჩია განთავსებული, რომელიც 117 პატარას ემსახურება. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას იდგა ძველი ამორტიზირებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და სრულად ახალი ბაღის აშენების შესახებ. ახალი შენობა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე. აქ განთავსდება 8 სააღმრდელო ჯგუფი და სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, იქნება ადაპტირებული შუშუმ პირებისთვის, მოეწყობა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი ეზო და თანამედროვე სასწავლო გარემო. თანამედროვე უსაფრთხო და კეთილმოწყობილი მუნიციპალური ბაღები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, რომ ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა, იცოდნენ, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები უსაფრთხო, მზრუნველ და ხარისხიან გარემოში არიან. ბოლო წლების განმავლობაში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მუნიციპალური ბაღები სრულად უფასოა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვებისა და უსაფრთხოების სტანდარტები და აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 3500-მდე კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ჩვენ გვექნება, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, 250-მდე ახსაზრდელის მიღების საშუალება გამწვანებულ გარემოში, სადაც აბსოლუტურად ყველა სტანდარტი იქნება დაცული, დაწყებული მშენებლობის ეტაპიდან გაგრძელებული აღჭურვით ნებისმიერი ინვენტარი, რაც ბაღში ხდება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ბაღების განახლებას და მშენებლობას და ამაში სრული მხარდაჭერა გვაქვს დედაქალაქის მერის, რითაც მინდა მადლობა გადაუხადო. ჩვენ ვაშენებთ 8 ახალ ბაღს, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება მომდევნო პერიოდში, წელს უკვე ლილოს ბაღიც გვექნება სექტემბრიდან, ასევე 120-მდე ბაღში გვექნება ზაფხულის პერიოდში მცირე და საშუალო ზომის სარემონტო სამუშაოები.
თბილისის ნომერ 120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია გრძელდება. საგანმანათლებლო დაწესებულება 1000-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდება. ასევე აშენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი და მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, თანადამფინანსებელია მსოფლიო ბანკი. დაინტერესებულ პირებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და პარლამენტის წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააცნა. ვიმყოფებით თბილისის 120 საჯარო სკოლაში, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი და დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. სკოლა გათვლილი 1000 მოსწავლეზე, სრულად კეთილმოწყობილი იქნება როგორც საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, აშენებული ახალი სპორტული დარბაზი და ახალი სტადიონები. 2027-ის მარტში სკოლა ჩაბარდება სასკოლო საზოგადოებას. იქნება უნიკალური სკოლა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელს ქვეყანაში, იმიტომ რომ უახლოესი ტექნოლოგიებით უახლოესი პროექტირებით იქნა დამზადებული. ახალი ამბებით 16 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.